მოგესალმებით, ჩემო კარგო ადამიანებო, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული სალამი ემიგრანტებს, თქვენთვის ვაკეთებ ახლა ამ გაშლას უფრო მეტად, იმიტომ რომ საბუთი თქვენ უფრო მეტად გაინტერესებთ ხოლმე, თორე ფინანსები და სამსახური რა თქმა უნდა ყველასთვის საინტერესოა. ჩემი დიდი მოკითხვა თვითონ მაყურებელს, ადამიანებს, რომლებიც პირველად ხართ ჩემს არხზე, არხის სტუმრებს, ადამიანებს, რომლებიც კულისებიდან უკვე თითქმის თვეები ამაკვირდებით და მიყურებთ, ადამიანებს, რომლებიც არიშურებთ ჩემთვის უკავშირს ლაიქებით, კომენტარებით და რა თქმა უნდა განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. და მოდით ვნახოთ დღეს სამ ვარიანტზე, პირველი, მეორე, მესამე, საბუთი, ფინანსები და სამსახური და ეს რატო ამოტრიალდა პენტაკლების მეფე საკმაოდ კარგი ნიშანია, მაგრამ ვნახოთ აბა, ვნახოთ რა ხაზს განავითარებს ზოგადად გაშლა. თორე ეს კარგი ნიშანი იყო, რაც ამოვიდა ცალსახად. საბუთი, ფინანსები და სამსახური. არკანის დასტის ბოლოც ძალიან ისეთი საიმედო არკანი მაქვს, არკანი ძალა მშვენიერი, მეგობრებო. ნახეთ თან აქ როგორი საინტერესო მომენტია უყურეთ. გოგონა და ლომი აქეთ-იქეთ არიან, შუაში თითქოს ერთგვარი ფანჯრის გისოსებია, მაგრამ ეს ლომი არის მოსული, როგორ იცით, რომ შენ ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ, აი დაახლოებით ამ ენერგიებით დააკვირდით, თითქოს მე გამოგიყვან აქედან ძალიან ისეთი დატვირთვის და შინაარსის მქონე ვიზუალი აქვს ამ არკანს. ვნახოთ ახლა აბა ფინანსებში პირველ ვარიანტს, კი არა და საბუთებში უკაცრავად, რა ელოდებათ საბუთებში. სამყაროს არკანი როცა ამოდის, მეგობრებო, სამი მაღალი არკანი, ხალხო დამენახეთ, გამოიჭყიდეთ. არ ვიცი, მე ვარ მართლა ესეც სიხშირეზე, რომ მსგავსი ინფორმაციები მოდის ჩემამდე და ამ ინფორმაციების გამტარი ხდები ჩემ დაუნებურად, თუ ესეთი მაგარი საზოგადოება მყავხართ. უფრო მგონია, რომ ესეთი მაგარი საზოგადოება მყავხართ. ოცნებების ახდენის არკანი, ვარსკვლავის არკანი, ნუ აი აბსოლუტური გამარჯვების არკანი, შეყვარებულების არკანი. ნუ აქ პატარ-პატარა არჩევანის ხაზი კი გადის, მაგრამ თვითონ მთლიანობაში ეს ჰარმონიის, ურთიერთგაგების არკანია, ხო? და სამყაროს არკანი. ნუ სამყაროს არკანი სადაც ამოდის, იქ პრინციპში და ვარსკვლავის არკანი გაშლა აღარც არის საჭირო, ისეთი გამართლება გექნებათ, თორე აი გამიხსენებთ მე და იტყვით კიდეც, რომ აი იმ გოგომ რა სწორად გამოიცნო, ვო. რაც შეეხება ფინანსებს, ფინანსებში ახლა ვერ ვიტყვი, რომ აი მე და ძალიან გილხინთ, უფრო როგორი მომენტი გაქვთ, იცით, ეძებთ შანსებს, ეძებთ სიტუაციას, რომ როგორ გავაუმჯობესო სიტუაცია, როგორ გამოვიდე აი ამ პრობლემებიდან. თითქოს რაღაცა გეგმებსაც სახავთ, მაგრამ ეს გეგმები უფრო სურვილებს გავს, ვიდრე მიზნებს. სწორად ვამბობ? ანუ აი ჩამოყალიბებული თითქოს მინდა, ოღონდ აი როგორ მინდა, ეს თითქოს ჯერ არ იცით. მაგრამ არა. აუცილებლად შეძლებთ თქვენ შვიდიანი კვერთხებით. ახლა კი ხართ თავდაცვაზე, ახლა კი ხართ დაღლილი და გადაკანცული, მაგრამ თქვენს სიტუაციას აუცილებლად ხელში დაიჭერთ. კი, ტვირთად მაწევს ალბათ ბევრი ვალდებულება, მაგრამ თასების ტუზით სისავსე, ხვავი ბარაკა შემოდის და ნახეთ როგორი კოშკის არკანია, მეგობრებო, აქ ესე იგი გარედან ხო არ ვიცი უტევს და უტევს ეს რაღაცა აქ არის შხალი და დაბლა ზვირთებია წყლის და მოკლედ უკან ცეცხლის სახით ეს მთელი უსასრულობის ნიშანია, მაგრამ კოშკი მყარად დგას. ნუ გეშინიათ, რაც არ უნდა ნახეთ, რაც არ უნდა პრობლემები იყოს ახლა და ამ ეტაპზე ეს პრობლემები აუცილებლად გაივლის, კი და შემოვა სტაბილურობა. აუცილებლად შემოვა სტაბილურობა, გული არ გაიტეხოთ. თქვენ ამ შემთხვევაში აქ სანერვიულო ამ ეტაპზე რაც გაქვთ, მენდეთ რომ უკეთესობისკენ დაგიგვირგვინდებათ და აგერ ზეიმის არკანი ამომდის. ოჯახური არ ვიცი, შეიძლება თქვენს ოჯახის წევრებთან ერთადაც ესეთი ძალიან ბედნიერი ემოციებით აღნიშნოთ ეს და ნახეთ აი ამ გულის გატეხილობიდან აუცილებლად გამოდიხართ, მოდის
ძალიან ბედნიერი ემოციები, რომელიც თითქოს აი სამყაროსგან არის ნაჩუქარი და მოდის აი ესეთი მოსავლის აღების მომენტი. ანუ ფინანსებში თქვენ ყველა შემთხვევაში სტაბილურობა გექნებათ. ოღონდ აი ამ სირთულეებს დაძლებთ. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი ესე დავარცხნილ დალაგებული გექნებათ, არა, მაგრამ აი ამ სირთულეებიდან აუცილებლად თავს აღწევთ და გამოდიხართ. კი ბატონო. მოძრაობა, ანუ ახალი გზები, ახალი სიტუაციები აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში და კი იმპერატორის არკანით, მაგრამ გამართლება, გამარჯვება გექნებათ ყველა შემთხვევაში. რაც შეეხება სამსახურს, სამსახურს თითქოს როგორი მომენტი გაქვთ იცით, რაღაცა არ ვიცი ეს ქალი ვინ არის, შეიძლება ვიღაცა ქალის პრობლემა იყოს ახლა თქვენ სამსახურში, რომელიც გბოჭავთ, ჭიხებს გიქმნით, ხელს გიშლით, არა და რეალურად ეს ქალის თქვენ ხართ თუ სხვა არის, აბა ერთი წამით. თქვენ ხართ თუ სხვა არის ეს ქალი? უბრალოდ დადებით ნაწილშია. მეგობრებო, აქ რაღაცა როგორი ენერგიები მოდის, იცით? არ ვიცი, თქვენი პარტნიორის მეუღლეზეა საუბარი, არ ვიცი, თქვენი პარტნიორის მხრიდან თუ ხელმძღვანელზეა საუბარი. ვიღაც ქალთან არის რაღაცა დაძაბული სიტუაცია. არა, თქვენ ხართ ის, მაგრამ აქეთ ყავთ ქალი, რომელიც ხმლების დედოფალი ხო, რომელიც რაღაცა კონფლიქტში დგას, რაღაცა აი როგორ მომენტშია თქვენთან, იცით? თვითონაც თავდაცვაზეა გადასული. არ ვიცი, აქ ეჭვიანობის მომენტი ის თუ რაღაცა ეგეთი ენერგიები შეიძლება იყოს. აი, საჯაროა გაშლა და ეხა ისე არ მინდა უბრალოდ ამ დეტალებს ჩავუღრმავდე, იმიტომ რომ აქ იმდენი ინფორმაცია ამოვიდა, ასე ვერ მორჩები საღამომდე გაშლას. როგორ დასრულდება ეგ მანახე ფინანსების თემა? დაამარცხებს? კი. ნახეთ, კი, ცალსახად მეგობრებო. აქ მამაკაცი მიიღებს გადაწყვეტილებას, აქ მამაკაცი აღმოფხრის ყველანაირ ნეგატიურ სიტუაციას და თქვენ აი კვერთხების ტუზით გამარჯვებული გამოხვალთ აი ესეთი არაჯანსაღი სიტუაციებიდან, აი ესეთი არაჯანსაღი ურთიერთობებიდან, აი ესეთი როგორ გითხრათ, რომ გგონიათ რომ აღარაფერი იქნება, პირიქით აი ზუსტად მაშინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში შანსი, შესაძლებლობა და თქვენს მიზანს აუცილებლად მიაღწევთ, აი უპირობოდ მიაღწევთ, შემიძლია გითხრათ. ოღონდ აი რაღაცა პრობლემების ფონზე, კონკურენციის ფონზე, ვიღაცა თითქოს ჯინში გიდგათ, ვიღაცა თითქოს ჯიბრში გიდგათ, რაღაცა არ მოსწონს თქვენთან დაკავშირებით, აი უფრო სწორედ როგორ გითხრათ, იცით, თქვენში რაღაცა როგორ მომენტს ხედავს, იცით, თითქოს მოწინააღმდეგეს, აი თქვენ უფრო მიხვდებით ახლა ვინც მიყურებთ და ვიზეც ეს ინფორმაცია რეზონირდება. არა, თქვენ ყველა შემთხვევაში ოქროს შუალედს იპოვით, აუცილებლად დააბალანსებთ სიტუაციას და მაგის არკანით გამარჯვებული გამოხვალთ ყველა ვარიანტში ამ სიტუაციიდან. მადლობა პირველ ვარიანტს. და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. აბა მეორე ვარიანტში რა ამბები გვაქვს? ვისთვის არის ეს გაშლა? მეოცნებე რომანტიკოსი ადამიანებისთვის ვიცხში შემთხვევაში ცოტა ჩიხებში ხართ ახლა, ცოტა პრობლემებში ხართ, მაგრამ სამყარო თქვენს გვერდით არის, თქვენ თითქოს სამყაროს რჩეული ადამიანი ხართ, თქვენს თავშია იმხელა ძალა, რომ ნებისმიერ სიტუაციას, ნებისმიერ კრიზისში გაუმკლავდებით. ესეთი ხასიათის ადამიანი მიყურებთ ახლა. და რა იქნება თქვენს ცხოვრებაში მანახე საბუთის კუთხით, ფინანსების კუთხით და ხო, სამსახურის კუთხით. დავფიქრდი უცებ. აბა საბუთთან დაკავშირებით საბუთთან დაკავშირებით მეგობრებო ვიღაცა რაღაცას გატყუებთ, ვიღაცა ფულს გძალავთ, დამიჯერეთ, ყველაფერს ლამაზად ისე გიხატავთ, რომ აი თითქოს ყველაფერი დალაგებული იქნება, მაგრამ აქ დალაგებული არაფერი არ არის ახლა და ამ ეტაპზე. რაღაცა თითქოს თაღლითობის მომენტები გამოდის, თითქოს აი ხელზე გიხვევენ ერთი წამით, მეორე დასტა ავიღე და მეორე დასტითაც ნახავ ახლა.
რა იქნება მომავალში საბუთთან დაკავშირებით. ცვლილების შემთხვევაში ეს სხვა მოდის, მანახე. ნახეთ მეგობრებო, წყვილში ამოდიხართ პენტაკლების მეფესთან. არ ვიცი, ვინმე შეიძლება ძალიან ისეთი გავლენიანი ადამიანი დაგეხმაროთ, რეალურად გამოგაფხიზლოთ და მიხვდეთ, რომ ჩიხებში ხართ შესული, გაახილოთ თვალი, ასე ვთქვათ, და მიხვდეთ, რომ თურმე ეს ის არ არის, რაც როგორც მეუბნებიან, რომ ბევრი რაღაცა მოგატყუეს, გატკინეს, წაგართვეს, ხო? 4-იანი ხმლებით პრაქტიკულად არ ვიცი, ხო, გაგანადგურეს. ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ გადაწყვეტილებას მიიღებთ საიმისოს, რომ მოდი მე სხვა გზას გამოვძებნი, ხო? მე ჩემს ასე ვთქვათ, კუთვნილს მაინც მივიღებ, როგორ დარის ფასად არ ვიცი, მაგრამ მე აუცილებლად უნდა მივიღო ეს ჩემი კუთვნილი მომენტი. და ამაში დაგეხმარებიან აუცილებლად გავლენიანი ადამიანები. არ ვიცი, შეიძლება წვილიც იყოს ვინმე თქვენი ნაცნობი, ცოლ-ქმარი იყოს, ან ერთი სფეროს წარმომადგენელი, ორი საკმაოდ ისეთი პოზიციის ადამიანი, რომელიც კი გამარჯვებას მოგიტანთ ცალსახად და აი უკვე აი ამ სირთულეებიდან გამოგიყვანთ და სწორ მიმართულებამდე თან მიგიყვანთ. არჩევანის მომენტი ყველა ვარიანტში გექნებათ, ნახეთ, მაგრამ აი ის არჩევანი ხო იმ ძველს თუ ახალს დაუჯეროთ, თუ როგორ გქნა, მაგრამ ნახეთ ზუსტად შტამპის ბეჭდის თემა და ეს ძალიან ისეთი არკანია. ამ ნაწილში ზუსტად საბუთთან ასოცირდება და თქვენს აღიარებას, თქვენს წილ ასე ვთქვათ, სტატუსს აიღებთ. ოღონდ სირთულეები გექნებათ. ეხლა რაც შეეხება ცვლილებები მოგიწევთ, მოკლედ რაღაცების ამის თქმა მინდა. რაც შეეხება ფინანსებს. ფინანსებში აქ ვერ ვხედავ მე რომ რაიმე პრობლემა გქონდეთ, არა. პირიქით სტაბილურობა გაქვთ, სიმშვიდე გაქვთ, ოღონდ აი თითქოს ეს არ აი კიდე უკეთესი მინდა, რატომაც არა, კიდე დავიმატებ რაღაცას, რაღაცა ინფორმაციების მოძიებაში ხართ სურო, რაღაცეები გავაუმჯობესო, მაგრამ ფინანსებში თქვენ პრობლემები აქ ცალსახად არ გაქვთ, არა დეფიციტი კი არა, პირიქით პლუსებში ხართ. სამსახურს რაც შეეხება, სამსახურში სრული რაღაცა ახალი გაქვთ დაწყებული, ნახეთ, უკვე ან ახალს იწყებთ ვიღაცეები, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას იღებთ, რასაც მიიღებთ, ეს სწორი იქნება, თქვენ ღმერთის ფარველობაც გექნებათ, შეიძლება ვიღაცა აქაც ავტორიტეტული ადამიანი დაგეხმაროთ და გამარჯვება და წინსვლა და წარმატება გაქვთ. აქ სანერვიულო, აი ცალსახად არაფერი არ გაქვთ, აი ფინანსებში და საბუთში უпростоრეთ ბოდიშს ვიხდი და ფინანსებში ცოტა ფრთხილად იყავით, რომ აი ვიღაცამ რაღაცაში არ მოგატყუოთ. ვიღაცამ ზედმეტად არ გამოიყენოს თქვენი ნდობა. ფული არ გაასესხოთ ისე უბრალოდ ვიღაცა უცნობ ადამიანზე, ხო? ან ნუენდობით რა, ამისი თქმა მინდა. ყველა სხვათა შორის ისეთ ადამიანსაც, ვინც გგონიათ, რომ თქვენ არაფერში არ მოგატყუებთ და მესამე ვარიანტი. აბა ვინ ხართ და ვისთვის არის ეს გაშლა? ვინ ხართ და ვისთვის არის ეს გაშლა? ნახოთ. ოხო, პენტაკლების დედოფალი არის შესაძლოა ოჯახი გაქვთ, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ შემდგარი ადამიანი ხართ, თქვენი სიტყვა ნათქვამი გაქვთ ამ ცხოვრებაში, სამყაროსთან ბალანსში ხართ, შვილების სახითაც, ასე ვთქვათ, ვალი დაბრუნებული გაქვთ კოსმოსთან, სამსახური, ფინანსები, თქვენი წილის სახლი, მოკლედ აი თქვენი სიტუაცია მეტნაკლებად უკვე კარგად გაწყობილი გაქვთ. სადაც არ უნდა იყოთ, როგორც არ უნდა იყოთ, სტაბილურ, ძალიან ისეთ შემდგარ ქალად ითვლებით. და ახლა ვნახოთ თუ რამე საბუთთან დაკავშირებით გაქვთ ინტერესი, ფინანსები და სამსახური. აბა რა ხდება, ვნახოთ. ოხო, არ ვიცი, ვიღაცას ისეთი მაგარი ამბები გელოდებათ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, არის ვიღაცამ შეიძლება დიდი რაოდენობით მემკვიდრეობაც მიიღოთ. ძალიან დიდი საბედისწერო ცვლილება ხდება, ბედის საჩუქრად იღებთ რაღაცას, არ ვიცი, ვიღაცა ქველმოქმედება, ვიღაცა რაღაცას გჩუქნით თუ ხელს გიწვით, არ ვიცი, მაგრამ დიდი ზეიმი, დიდი აღნიშვნა, აი ბჭყალებში მაღარიც რომ ვიტყვით ხოლმე, ესეთი ამბები გელოდებათ, ისეთი მაგარი
რაღაცები უნდა მოხდეს მომავალში, რომ არ ვიცი, ხო, ადამიანი ნამდვილად ინატრებდა თქვენს ადგილას თავს აი ამ ენერგიებში. ფინანსებს რაც შეეხება, ოხო, აქაც ვერ ვიტყვი, რომ ცუდი არკანებია. არ ვიცი, თქვენ ძალიან ჭკვიანი, ძალიან ისეთი სწორი ადამიანი უნდა იყოთ. როგორი ადამიანი იცი, ცოტა მამაკაცურ ენერგიებშიც რომ არის, ბევრი რამე რომ აქვს საკუთარ თავზე აღებული, მაგრამ და ბევრ ახალ საქმეს რო იწყებს, ბევრ რაღაცას რო ეჭიდება, ასე ვთქვათ. და ფინანსებში შეიძლება, იცით, ერთი შემოსავლის წყარო შეიძლება არ გქონდეთ, რამდენიმე შემოსავლის წყარო იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ ცალსახად გაქვთ აი ნახეთ, ჩემი თავი იღე, უბრალოდ ავჭერი პირდაპირ და 10-იანი პენტაკლები, ხო, სტაბილურობა, სიმშვიდე, სიწყნარე. ძალიან კარგი არკანები დაგიჩნდათ ფინანსებთან დაკავშირებით და აქ მე ორივე ნაწილში, არ ვიცი, ძალიან ჰარმონიულად ხართ. ტაროს რატო უყურებთ, ცოტა ეგეც ვერ მესმის. რაც შეეხება სამსახურში შეიძლება რაღაცა პრობლემები გქონდეთ ხელმძღვანელობასთან, რაღაცა გარკვეული კონფლიქტები გქონდეთ, რაღაცა გარკვეული ამაზე გაფრთხილდით, ნახეთ, ცოტა მოზომილი იყავით, ხისტი არ გინდათ, სიხისტე არ გამოგადგებათ, იმიტომ რომ დიდია ალბათობა კონფლიქტების. და როგორ გადაწყდება ეს კონფლიქტი? სამსახურიდან წამოხვალთ თუ ცოტა ხანი არა, ბევრი წამოვა სამსახურიდან, მეგობრებო და ახალ სამსახურს დაიწყებს, კი? ბევრი წამოვა და ახალ სამსახურს დაიწყებს, მაგრამ არა. ნახეთ, საჯაროა გაშლა და ორივე უნდა გავაჟღეროთ. თან იმ ძველს თითქოს ებღაუჭებით, მაგრამ არა. პროცენტულად ძალიან დიდი რაოდენობა ახალს დაიწყებთ. კი, ახალს დაიწყებთ. უბრალოდ აი ილუზიებში არ ჩავარდეთ, სწორად შეაფასეთ სიტუაციები და სამსჯავროს არკანით რას მიიღებთ? სამსჯავროს არკანი, იეროფანტის არკანი, მეგობრებო. ოპა, და ზომიერების არკანი. ყველა შემთხვევაში, ჩემო კარგო ადამიანებო, თქვენ გექნებათ წარმატება. მფარველობა გექნებათ, შეიძლება გავლენიანი ადამიანებიც დაგეხმარონ იმავე სამსახურში, ან ახალი სამსახური დაგაწყებიდან და გამარჯვებით გამოდიხართ ამ სიტუაციაში. მესამე ვარიანტი, არ ვიცი, ეს სასწაული ვარიანტია. გისურვებთ გულწრფელად ყველას ამ ენერგიების რეზონანციას და თქვენი სურვილების მაქსიმალურად ახდენას. სულ იმას ვამბობ, რაც მეტი ბედნიერი ადამიანი იქნება ამ სამყაროში, მით მეტად ჯანსაღი იქნება თვითონ სამყარო. დაგემშვიდობებით, ნახვამდის, მადლობა.